დასახლება, რომელიც ტოლერანტობის სიმბოლოდ ითვლება და ქალაქის სავიზიტო ბარათია, დღეს ასე გამოიყურება. გურამიშვილის, ათონელისა და ხმალაძის ქუჩის მაცხოვრებლები უგზოობის გამო ჩივიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმიანამინჩი ტერიტორიაზე გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. 40 წელი აქ ვარ და ეს გზა არ გაკეთებული. შალში კიდე შეიძლება სიარული, მაგრამ ოდნავი წვიმის დროს ვეღარ გაივლი. გუბეებია და ტალახია საშინელი, ზევიდან ღვარცოფი მოდის ხოლმე წვიმის დროს. ერთი წვიმა რო იქნეს, სულ წებოვანი ის არის და ბავშვები სულ ტალახში ვერც მიდიან, ვერც მოდიან. ზოგი ვისაც მანქანა აქვს, მანქანით ვიყავს. ზოგს ვისაც რომ მანქანა არ აქვს, ტალახებით მიდიან სკოლაში. ზოგჯერ ვარდებიან ტალახში და ბრუნდებიან რომ გამოცვალონ. უბანი იმითაც გამოირჩევა, რომ ტერიტორიაზე სხვადასხვა კონფესიის სალოცავები მდებარეობს. ხმალაძის ქუჩაზე გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური ტაძარია აგებული, ხოლო გურამიშვილზე საუკუნოვანი სინაგოგაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებას ტურისტები მუდმივად სტუმრობენ, თუმცა მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო მათ დიდი პრობლემები ექმნებათ. ძალიან ბევრი ტურისტი მოდის და ამბობენ, რომ ეს რა სად მოუხდითო, როგორ და ზოგს კალოში რჩება, ზოგს ტუფლი რჩება, ვერ დადიან. ძალიან ვთხოვ მთავრობას, რომ ეს ქუჩა გააკეთონ და ტურისტი როცა წავა თავის სახლში იტყვის, რომ საქართველოს მართლა მშვენიერება და მართლა სილამაზეაო. აქეთ დანტრეულია, იქით მოგტრეულია, რაღაცები ჩაგდებულია, რაღაც სულ დალაგებული სულ არ არის. აი ქალაქში რო გახვალა ხიდიც იქით უკვე რაღაც ნახავ რომ ქალაქია. აქეთ რომ მოხვალ სოფელიც ასეთი არ არის, რაც ჩვენი უბანია. დღეს ტურიზმის განვითარება ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული, ამბობს ახალციხის ციხის ტურიზმის სამსახურის უფროსი. გიორგი ჩერქეზიშვილი ირწმუნება, რომ თუ ვიზიტორს რაბაჩი მსგავსი პრობლემა არ დახვდება, მისთვის ქვეყანა ბევრად მიმზიდველი გახდება. ინფრასტრუქტურაზეა დღეს 21 საუკუნეში ტურიზმი დიდ მნიშვნელოვან ნაწილად ესა ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული რა. იმიტომ დღევანდელი ტურისტი ითხოვს მაქსიმალურ კომფორტს. აი მაგალითად ეხლა აქვე ვიტყვი რომ აი ეს უკან შემოსასვლელი გზა, ივლიტიდან გადმოსასვლელი გზა ითხოვს სასწრაფოდ გაკეთებას. ტურისტული თვალსაზრისით თორე შეიძლება ქალაქს ამ შემთხვევაში არაფერი არ გამოადგეს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ რაბათის ტერიტორიაზე გურამიშვილის, ათონელისა და ხმალაძის ქუჩების მოასფალტება უკვე დაგეგმილია. პროექტი 2 წლიანია. პირველ ეტაპზე რეგიონული განვითარების ფონდიდან 390,000 ლარამდე თანხა გურამიშვილის ქუჩის მოწესრიგებას მოხმარდება. აუცილებლად გაკეთდება სინაგოგამდე მისასვლელი გზა, ასევე სომხურ ეკლესიამდე მისასვლელი გზა და მიმდებარე ქუჩები აქვს. პირდაპირ ქუჩები არის ჩამოთვლილი, რომლის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი. ეს უკვე პროექტები შეძენილია, ყველაფერი განსაზღვრულია და უკვე საქმე უნდა წავიდეს იქითკენ, რომ გამოცხადდეს ტენდერები და დაიწყოს უკვე პრაქტიკული სამუშაოები. რეგიონული განვითარების ფონდიდან ახალციხეში ხმალაძის, გურამიშვილისა და ათონელის ქუჩების გარდა გზის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა გოგებაშვილისა და ყაზბეგის ქუჩებზეც იგეგმება. ამისათვის ფონდიდან 268,800 ლარია გამოყოფილი. ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილისა და თაყაიშვილის ქუჩების აღდგენა 37,880 ლარი დაჯდება, ხოლო ივანე ახალციხელის ქუჩისათვის დაახლოებით 399,790 ლარია განსაზღვრული. რეგიონული განვითარების ფონდი ახალციხეში 1,423,000 ლარამდე დახარჯავს. ქალაქის მერიაში ირწმუნებიან, რომ შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.